რა განვითარება იქნება თქვენ და თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ურთიერთობას. ეხლა რა ეტაპზე დგახართ, ეგ ვნახოთ და მერე განვითარების პერსპექტივები. ფიქრეთ საკუთარ თავზე და თქვენს პარტნიორზე. ოჰოჰო. დიდი პროცესებს გადიხართ ურთიერთობაში. აბა ვნახოთ მომავალი როგორი გიჩანთ, ახლო მომავალი. ურთიერთობას ეხლანდელს რაც შეეხება, საკმაოდ ტრანსფორმაციული და გარდამავალია. შეიძლება აქ განცდა გაქვს, როგორც ცნობები გვხვდება, ემოციები გვხვდება, ურთიერთობა გვხვდება, დასასრულს უახლოვდება, რაღაც ერთი დიდი ფაზა სრულდება ურთიერთობის და ძალიან ემოციური ფონი მომეტებულია ამ ურთიერთობაში. ერთი რასაც ხედავ, როგორც ცნობები განელებული არ არის და ყველაფერი დასრულებული არ არის და ერთ-ერთ მხარეს მაინც აუცილებლად გააჩნია აქ სიყვარული და გრძნობები, თუმცა როგორც ესეთი საკმაოდ მძიმე ტრანსფორმაციული ენერგიები ამოდის. განცდა რჩება, რომ ერთ-ერთ მხარე პასუხისმგებლობასაც გაურბის ურთიერთობაში და არ უნდა თითქოს ურთიერთობის დასერიოზლება. აი ბავშვურია, იმპულსურია, მოვაწავა, ვითომც არაფერი, ვითომც პრობლემა არ არის, ცოტა თავისუფალი მიმოსვლაში უნდა ყოფნა და პასუხი, აი ბავშვივით რო იქცევა რა, ესეთი სიტუაცია აქვს აქ ერთ-ერთ მხარეს, პარტნიორი ერთ-ერთი ესეთ როლში დგას. ანუ შეიძლება წრეზე სიარულიც იყოს, ერთი ფაზა დასრულდება, თავიდან განახლდება, წავა, მოვა, ესეთი მოცემულობაც ჩანს ურთიერთობაში, რომ არის ვნება დიდია, მიზიდულობა დიდია, მაგრამ პასუხისმგებლობები პრობლემურია. ეხლა რაც შეეხება მომავალს, თქვენი ურთიერთობის მომავალში არჩევანის სიტუაცია, აქ შესაძლებელი არის მესამე პირი ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე გულისწყეთა, გულისწყენა, რამე ისეთი ინფორმაციის გაგება ხდება, ან რაღაცა ისეთი რეალობის დანახვა და მიღება, რომელიც აი სასიამოვნო არ იქნება. რეალობას ფაქტს რო შეხედავ და რო იტყვი, რომ ფაქტს ვერ გავექცევითო რა, გულს დაგწყვიტავთ, მაგრამ ისეთიც არ არის, რომ აი მე ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავარდეთ, ამაზე მეტი მე მგონი რაც გადაიტანეთ, აღარაფერი აღარ დაგემართებათ. თქვენ აქ უკვე ძირითადი გადატანილია, მაგრამ მცირედი ემოციური, დეპრესიული ფონი მაინც ამოგდით ამ ურთიერთობაში სამწუხაროდ. აქ აშკარად არჩევანის გადაწყვეტილებები, წინაღობები, პრობლემები, სირთულეები ბევრია. ურთიერთობა საკმაოდ ნელა ვითარდება, ჩქარი განვითარება არ ჩანს ამ ურთიერთობის, აი პასიურ ტაატით რომ მიდის, 100-ჯერ დაფიქრდები, ერთხელ გაჭრისო, ესეთია, შეიძლება თქვენი პარტნიორი მახუთხით არ ჩქარობს ძლიერ ინიციატივებს, არ იჩენს. ყურადღებით იყავით მესამე პირებთან, არის შეიძლება ინფორმაცია, რომელსაც ეხლა არ ფლობ და მერე გაიგოთ ეს საკითხი, გამჟღავნდეს და გულით წყვეტა მოხდეს ურთიერთობაში. პირადი გაშლებისთვის WhatsApp-ზე ან Viber-ზე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook მაყურებელმა პირადი შეტყობინების სოლშიც. მადლობა ყურადღებისთვის.